ზებრად მეტრეველთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა როგორც იცით ეს არის გადაცემა სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და გაუზიაროთ ისინი სხვებს. ჩვენი ტელეფონის ნომრები 237 129 118 დაგვირეკეთ გამოთქვით თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ Skype-ით მოკლედ ჩართვა ეს არის ჩვენი Skype-ის მისამართი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბენზინის ფასებზე როგორც იცით ბენზინის ავტობუსის ფასი სოფლიოში დღე ეცემა დავიდა 4 წლის წინანდელ ნიშნულზე თუმცა საქართველოში ბენზინის ფასი კუს ნაბიჯებით იკლებს სულ რამდენიმე თეთრით, ისიც ზოგან იკლებს, ზოგან არა, ზოგ ბენზინის გასამართ სადგურზე. მოკლედ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, კომპანიებთან ერთად ხელისუფლებასაც არ აწყობს თქვენი აზრით, რომ ფასები დაიწიოს, ანუ ხელისუფლებას შეუძლია თუ არა ამაზე რაიმე გავლენის მოხდენა, დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, მანამდე კი მოდით ნახოთ უბრალოდ დღეს ქუჩის გამოკითხვა არ მაქვს და რა გვაქვს დაგვიწყდა კარგული ტექნიკური მიზეზების გამო ანუ პირდაპირ ველოდებით თქვენს ზარებს და მივესალმები პირველ მაყურებელს გამარჯობა გისმენთ გესმით ჩემი ალო დიახ გისმენთ დიახ გისმენთ ეთერში ხარ გამარჯობა ავტობუსის ფასებზე ვსაუბრობთ საწვავის ფასებზე დაიკლო თუ მოიმატა თუ არიცით როგორ კარგი თუ არიცით ახლა არ ვიცი რაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ მოდით მეორე მაყურებელს დაველოდებით მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ჩვენ შეკითხვას სოფლიოში ავტობუსის ფასმა 4 წლის წინანდელ ნიშნულამდე დაიკლო ფიქრობთ რომ კომპანიების გარდა არც ხელისუფლების ინტერესებში შედის საწვავის ფასის გაიაფება ასეთია ჩვენი შეკითხვა ანუ ხელისუფლებას თუ შეუძლია ამაზე რაიმე გავლენის მოხდენა თქვენი აზრით გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ დიახ გამარჯობა ეხლა პრინციპში ფასები დაეკლო იმ დღეს უსმენდი ის ბატონი ზორიას იმაში მაესტროში ალექსანდრე ელისაშვილი და ერთი ქალბატონი იყვნენ ის ახალი წამყვანები და ბატონი ზორია განაცხადა რომ 1 ლარი დაეკლო ფასიო და ალეკო შეკითხვაზე სად დაეკლო მოდითო წაგიყვანთო იმაში დიღომში და ნახეთ რომ 1 ლარი ნაკლები არის ფასი ვიდრე იყო ადრეო და ისა სხვადასხვა პლანეტაზე ცხოვრობთ თქვა ბატონმა ისა და ვეთახმები რა ვიცი თუ არის ეგეთი რა ეხლა ბატონი იზორია ომარ მოგათხოვილეს როგორ გონიათ ბატონო მე რა არა სადღაც შეიძლება ერთი ბენზინის გასამართ სადგური არის სადაც ფასი 1 ლარი დაკლებულია მაგრამ ეჭვი აქვს იქ უზარმაზარი რიგები იქნებოდა მაშინ არა ისეთი ნევიდიმკა ბეზის ის არის არიციან ხალხი არიციან თორე იქ იქნება თერით პირისი და თერით მოკლედ თქვენი აზრით ხელისუფლების ინტერესებში არის რომ არ დაიკლოს ფასმა თუ არ შეუძლია უბრალოდ ხელისუფლებას ამაზე გავლენის მოხდენა მე მგონი უნიათოები არიან მაგის ბრალია თორე თუ ფასები დაიკლებს იმაზე ნავთობზე თუ ფასები დაიკლებს ჩვენთან ეგრევე დაიკლებს ყველა პროდუქცია ფასები და რაღაცები მაგრამ რა ვიცი რაში არ აწყობთ ეგ ვერ გამიგია ბატონო გასაგებია თქვენი მოსაზრება დიდი მადლობა თქვენ რას ფიქრობთ დაგვირეკეთ გამოთქვით თქვენი მოსაზრებები ბენზინის ფასები რატო არ იკლებს როცა იკლებს საერთაშორისო ფასები თქვენი აზრით ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი გავლენის მოხდენის თუ ხელისუფლებასაც არ აწყობს რომ დაიკლოს ფასება გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა ბატონო მერაბ ეთქობა იმის გამო რომ პარადოქსულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ხელისუფლებას რო კითხო ჩვენ მუშაობთ დამატებითო და ამიტომ დამატებითი საათები გვეკუთვნისო და დამატებითი ხელფასები იღეს ისე როგორც ევროპაში მაგრამ ევროპაში რო ფასივი დაიკლო ბენზინმა რატომღაც ეს ევროპულობა ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია რომ მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს და თავისთავად ხადია როგორც ჩანს ესენი მონოპოლისტებთან შევიდნენ გარიგებაში და რო არა მეწილეობა ესეთი რაღაც არ მოხდება მაგრამ რაში გვარგია ეს ახლა ევროასოცირება და ევროპარლამენტება ეთყობა ვირებივით ჩამოგვიგდეს როგორც ცევა წინ თვითონ კარგად ცხოვრობენ დროს ატარებენ არ ეხებათ ფასის დაკლება არც მომატება იმიტომ რომ პრემიები აქვს სუპერ კომფორტი აქვს და დროს ატარებენ და ახლა ვინ უნდა ინაღლოს ამაზე საწამლას ჟურნალისტებმა და მოსახლეობის უმრავლესობამ რომელსაც პრაქტიკულად
ძვირი ბენზინი უქმნის სოციალურ პრობლემებს, იმიტომ რომ ხელისუფლება თავისი ხელფასებით იწევს ინფლაციას და პრაქტიკულად აქედან გამომდინარე თავისთავად როგორც ჩანს ბენზინის ფასიც არ ვარდება, იმიტომ რომ მონოპოლიებთან არიან შეკრულებები. რატო არ შემოყავთ სხვა კონკურენტუნარიანი, როგორც იტყვიან, ბიზნესმენები, არა? კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ბოლო ინფორმაციით, სადღაც $78 არის ჩამოსული ბარელ ნავთობზე ფასი. მაშინ როცა იყო $100 უკაკუნებდა ერთი პერიოდი, ჩვენთან ფასები კი, სადღაც ალბათ 10 თეთრითაც არ გაიაფებულა. გამარჯობა, გისმენთ? ალო. დიახ. მე რა თქვენთან მაგ შეკითხვა თუ შეიძლება რა. თქვენ თუ კითხულობთ კვირის პალიტრას და ბოლო გაზეთი თუ წაიკითხეთ. კითხულობ, მაგრამ გააჩნია რომელ სტატიას, ყველა სტატიას. ეხლა ამ კვირის თუ ნახეთ გაზეთი, იქ არის მოსაწვევი 15 ნოემბრის ნაციონალების შეკრებაზე. არ ვიცი, სიმართლე რო გითხრას არ მინახავს, მოსაწვევი არის თუ არა გაზეთში. ვერ გეტყვით ვერა. რედაქტორი ისა ნაციონალების მოწფეალია? ეჭვი მეპარება. რატო ბეჭდავს? არა მგონი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება ეს გადახდილი რეკლამა, ვერ გეტყვით, ეხლა პასუხს ვერ გეტყვით. ჩვენი ნაძარცი ფული ბევრი აიღო, მაგან. არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე არ მინახავს, რაც არ მინახავს, ვერ გეტყვით. მაშინ ნახეთ რა. კი ბატონო, ნახავ და იმედია თავად გაზეთი გააკეთებს განმარტებებს. ხო, შეიძლება უბრალოდ ფასიანი რეკლამაა, ვერ გეტყვით, ვერაფერს, რაც არ ვიცი, ნამდვილად. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. მოგესალმებით. აი ახლა გამკვირვებია ეს ხალხი რეკავს და რაღაც პრეტენზიები აქვს, ეს არ კეთდება, ის არ კეთდება. კი, მაგრამ რა პრეტენზიები გაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც არის კაცის კაცი? და კარგად აქვს ჭაბო ამირეჯიბს კაცის კაცი რა იქნებაო დათათუთა შეხე მაინც აკითხული თუ არა ნანახი მაინც ყველას გვაქვს ხო ფილმი და კაცის გაკეთებული საქმე რა იქნება როდესაც შენ ხარ ამერიკის კოლონია რასაც გეტყვის ამერიკა იმას აკეთებს არა ეხლა ამერიკელები გვაგულავებენ რა ფეხებზე არა კიდიათ საქართველო და ქართველები კარგით მადლობთ კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ გამარჯობა გამშვიდობის მერაბ დიახ გისმენთ ვეთანხმები აი ეს სასომხეთის ელჩს ავლაბრიდან რო რეკავს ხოლმე, მაგრამ ერთი ძალიან კარგი იქნება თუ ცოტა თუ გაიუმჯობესებს ქართულიანის შესწავლას გაუმჯობესებს. კარგით, კითხვაზე მიპასუხეთ. ხო, კითხვაზე ის არის რომ ხელისუფლებას შეუძლია თუ არ შეუძლია ამაზე რეაგირება? თუ არ უნდა? კი, არ უნდა და ამასთანავე გეტყვით რომ აი მამაკაცს ვეთანხმები რომ მას დარეგა, რატომ უკეთებთ რეკლამას და იმ ნაძირალების მოედნი და არ ვიცი მე არ მინახავს არ ვიცი ხა მამაკაც ვენდოთ არ ვიცი ვენდოთ კი ბატონო ასეთ გინდათ ხალხი დაიხოცოს არ ვიცი ვერ გეპასუხებთ კიდე გიმეორეთ მე ასეთი რამ გაზეთში არ მინახავს ამ მამაკაცმა რა ნახა სად ნახა არ ვიცი რეკლამა არ უნდა გაუშვათ არა არ ვიცი თქვენც ნახეთ იყო ყოველ დღე აცხადებენ ეს თქვენი რადიო რომ რადიოში არის რეკლამა კი გაზეთში ვიძახი ვარდების კი არა პედერასტების მოედნი კარგით უკაცრავად დიდი მადლობა ეხა არ გვინდა ეგეთ ლაპარაკი ვერ გეტყვით მე ხა გაზეთში არ მინახავს რადიოში რეკლამა მოვისმინე გამარჯობა გისმენთ გამარჯობათ დიახ გისმენთ რამ გააბოროტა ეს ჩვენი კაცები ასე პირდაპირ გაგვირვებას რაც ეხება სათვალს რასაკვირველია არ უნდა მთავრობას რომ დაიწიოს ფასმა მე რა ისე რომ დაასახელოთ აი რომელი კომპანიის უკან ვინ დგას იქნება ყველაფერი ნათელი ანუ ვინ არის ვინ ლობირებს ასე ვთქვათ და იცით რა არის ერთი ის მინდა შემოგთავაზოთ ეგება ერთხელ თემა იყო საესეთი აი ვინც დადიან და იმას რო აგროვებენ აი რკინას და მძველმაცივრებს აი ამის ლობისტი ვინ არის პარლამენტში იმიტომ რომ აი ამებს რომ ლუკებს რო ხსნიან და მანქანები რო ვარდებიან ტყდება გიტარა მანქანის შეიძლება კაცი ჩავარდეს მაგას პარლამენტში ლობისტობა უნდა? დიძახია რომ ვიღაცა არისო ლობისტი იმიტომ რომ ეს თემა არ თავდება ეხლა მართულების მოხსნა იმ მატარებლის არა მგონი ახლა პარლამენტში ლობისტობა ჭირდებოდეს მაგას დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ გამარჯობა გამარჯობა გისმენთ გამარჯობა მერაბ დიახ გისმენთ უნდა გაიაფთეს საწვავი რა თქმა უნდა სიგარეტი უნდა გააძვირდეს რომ არავინ არ მოწიოს და ყველა ჯანმრთელი იყოს
და გაიაფთეს აუცილებლად ხელისუფლება შეუძლია თუ არა ამის გაკეთება თქვენი აზრით? ბატონო? ხელისუფლება შეუძლია თუ არა თქვენი აზრით ჩარევა ამ ყველაფერს? თუ გააძვირებს სიგარეტებს, ესეთი ვრედნი არაყი. სიგარეტზე არ ვლაპარაკობთ, ნავთობის ფასზე ვლაპარაკობთ. კაცო, ისინი გააძვიროს და ის გააძვიროს და ეს გაიაფოს იმის. კარგი, დიდი მადლობა. იმის ხარჯზე. დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ, ხელისუფლებას შეუძლია თუ არა მოახდინოს გავლენა თუ ხელისუფლებას არ აწყობს და არ ახდენს სპეციალურად გავლენას. მე შეგახსენებთ, ბევრი საუბარი იყო ანტიმონოპოლიურ სამსახურზე, ეგრეთ წოდებულ კონკურენციის სააგენტოზე, რომელიც ფორმალურად არსებობს და ვერ ამუშავდა. სწორედ თითქოს მას უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ ნუ ხელისუფლება ჯერჯერობით რაღაც ქმედით ნაბიჯებს არ დგავს ამ მართულებით. გამარჯობა, გისმენთ. ალო? დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, გამარჯობა. იმ რეკლამაზე თავს რო იყავს, რადიოშიც გადის, თქვენ რადიოში ეს რეკლამა. როგორ? თქვენ რადიოშიც გადის რეკლამა, რომ გიწევთ ოკუპაციის საწინააღმდეგო მიტინგს. ხო, ვიცი, რადიოში მე მოვისმინე. მე რატო ღებულობთ ამ რეკლამებს? არ ვიცი ბატონო, მე არ წვით ამ საკითხს, მაგრამ რეკლამა რო არ მიიღო, მე უკაცრავად თუ სხვებისგან იღებ რეკლამას ნაციონალური მოძრაობისგან რატო არ უნდა მიიღო? აი ეს დაუშვებელია, მე რო გიჩივლოს რა უნდა ქნა? ძალიან კარგად. რო გიჩივლოს რა უნდა ქნა? ხო, ეგრე ხო არ არის, არა? თუ ეს ხო არ ეტყვი ხა ნაციონალური მოძრაობისგან არ ვიღებ, სხვებისგან ვიღებ რეკლამას. ეგრე არ გამოვა, ყველაფერს კანონი არეგულირებს, მე ვერ გეტყვით მენეჯმენტის საკითხებში არ ვერ ვერკვევი, მაგრამ როგორც ვიცი, კანონი არეგულირებს ყველაფერს და ეხა შერჩევით ვერავის უარს ვერ ეტყვი რეკლამაზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, თეთრში ვარ? დიახ, გისმენთ. სულ მქონდა რომ დაამერიკა თქვენ ეთერში, ახლა მიწევს ხოლმე უსმენ ხოლმე და სულ მაკვირვებს ერთი რაღაცა. ერთი და იგივე ხალხი რო ეკავს და რაღაც უაზრობას იძახი. ხო, ყველა საკითხზე აქვს აზრი, ყველა საკითხზე. აბსოლუტურად, ყველა გადაცემა. აქვს აზრი, არა აქვს აზრი, მაინც რეკავენ. ხო, ყველაფერს და აფიქსირებენ რაღაცას და უბრალოდ ეხლა იმ ადამიანს მინდა უთხრა. იზორიად გადაცემას მე უსმენდი, სადაც მან იმ დაპარაკა რომ არავის არ ერთი ლარი მაგას არ უთხრია. ჩათოს წესრიგად YouTube-ში ნახოს როგორ ილაპარაკა და მე გამოვიდეს და განავსოს თავისი აზრები რა. მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. მე მაინც მოგიწოდებთ, რომ ჩემ კითხვას გასცეთ პასუხი. თემას ნუ გადავუხვევთ, თქვენი აზრით, ხელისუფლებას შეუძლია თუ არა მოახდინოს გავლენა ნავთობის, უпроსტად ნავთობპროდუქტების ფასებზე და თუ შეუძლია, რატო არ ახდენს? გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მეც მართლაც გასაკვირი ამბავია ეს ფაქტიურად დღეს ნამდვილი თქვი თქვენ